პირადად ჩემს ცხოვრებაზე თუ ვისაუბრებ, ის მეწყინა ყველაზე მეტად, რომ თუ ჩვენ ევროპას ჩამოვშორდებით, დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ შეიძლება წავიდეს ჩვენი კურსი რუსეთისკენ, რომელიც საერთოდ არ მინდა. ევროპა ჩემთვის არის პირველ რიგში თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველოში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ ან არ აქვთ გამოთქვან თავიანთი აზრი თავისუფლად, ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა. შემდეგ შემიძლია ვთქვა ევროპაზე, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში არის რთული საკითხი. ასევე მინდა ვისაუბრო ისეთ თემებზე, როგორიც არის განათლება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს კიდევ ისეთი ვერტულია შედარებით ევროპულ ქვეყნებთან. თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, როდესაც მოსწავლეები ბევრი ადამიანი, რომელიც უკვე მიდის სხვა ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად. ჩემი აზრით და როცა ასრულებენ სწავლას, ან აღარ ბრუნდებიან ჩვენ ქვეყნებში, ან კიდე აგრძელებენ სხვაგან სწავლას. ჩემი აზრით ეს დიდი პრობლემა არის და ევროპული თავისუფლება ამას მოიაზრებს ზუსტად, რომ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანი. თუ ჩვენი კურსი წავა რუსეთისკენ, ჩემი აზრით ეს გამოიწვევს ჩვენი ქართული დიპლომების ევროპის მიერ უარყოფას. და შესაძლებელი არის ისიც, რომ ჩვენ თუ უარყოფილი ვიქნებით ევროპისგან, ჩვენი სწავლა თუ უარყოფილი იქნება ევროპისგან, უფრო გართულდება ჩვენი როგორც პროფესიონალების ჩამოყალიბება ამ ქვეყანაში.